გუნდი ამბობს, რომ სადაც ნაციონალური მოძრაობა იქნება, იქ არ იქნება, რა დამოკიდებულება აქვს ლელოს? ჩვენ რა თქმა უნდა, ხვალ აქციაზე ვიქნებით და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, რუსთაველზე გამოვიდეს. ზუსტად 1 წელი გადის, რაც კობახიძემ გააკეთა ის განცხადება და ამის შემდეგ დაიწყო უწყვეტი პროტესტი. ნახეთ, ამის შემდეგ უამრავი დაკავებული ჩვენი თანამებრძოლი და მე მინდა მათ აქედან ისინი აქედან მოვიკითხო ასევე განსაკუთრებით მინდა გიორგი კირვალიძე, ბაბუ, ახალგაზრდა სპორტსმენი, ენერგიით სავსე ახალგაზრდა, პატრიოტი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მის შრომას დებდა ახალგაზრდებში, დებდა იმაში, რომ ახალგაზრდებს ეცხოვრათ ჯანსაღი ცხოვრების წესით და გიორგი კირვალიძე დღეს არის უკანონო ტყვეობაში რუსული რეჟიმის მიერ და სწორედ მსგავსი ადამიანები არიან დღეს ტყვეობაში რუსული რეჟიმის მიერ. პროტესტზე მოკლედ იქნებით ესე ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით პროტესტზე ვისაც ენდომება, ხომ ასე პარტიულად თუ როგორ? პარტია ლელო იქნება ხვალ აქციაზე, ჩვენ ვიქნებით აქციაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად და თანამებრძოლებთან ერთად ვიქნები რუსთაველზე. კი ბატონო, ზოგადად აი ამ საპროტესტო პროცესს რატომ გაჩნდა ეს კითხვა, ხომ იცით, აი არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილებამ რაღაცნაირად თითქოს ქუჩის პროტესტსა და ლელოს შორის რაღაც ცოტა უკმაყოფილება გააჩინა. ცოტა ეს ვთქვათ, რბილად ნათქვამია, მაგრამ ნუ ჩავლილივით ჩანს ახლა ამ ეტაპზე. ხო, ეს პროტესტი მე მგონი არავის პროტესტი არ არის ერთი კონკრეტული ან ჯგუფის ან პარტიის, ეს არის სახალხო პროტესტი. სახალხო პროტესტი, სადაც დაწყების დღიდან ჩემი პარტია იყო ამ პროტესტში მონაწილეობდა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია შექონდა ამ პროტესტში და ამ პროცესში და რა თქმა უნდა ნებისმიერი იმ ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგაც და გადაწყვეტილების დროსაც ვიყავით პროტესტში და ვართ ამ პროტესტში. კი, იყო სხვადასხვაობა, ადამიანებს ჰქონდათ ჩვენ პოზიციების მიმართ უკმაყოფილება და ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ცილისწამება ჩვენს მიმართ და ბევრი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ ჩვენ ამას არ ავყევით შეგნებულად, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი და მისია არის, რომ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილი და არა რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტია ან ჯგუფი. კი ბატონო, ბოლო პერიოდში ჩვენ მე ვახსენე ყველა წინასწარმეტთან ძალიან აქტუალურია, რომ აი პარტიული პოლიტიკის დრო აღარ არის. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? თქვენი პარტიის როლს და ამოცანას რა შეხედავთ? ჩემი აზრით, პოლიტიკურმა პარტიებმა და ოპოზიციამ უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ გარდა იმისა, თუ რა პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს ქართული ოცნება ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში და ვხედავთ, რომ დაატყვევა უამრავი პატრიოტი ადამიანი, მიიღო დრაკონული კანონები და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და კიდევ ბევრ უმსგავსო საქციელს ამბავს ჩადის. მიუხედავად ამისა, ხდება ასევე უმნიშვნელოვანესი პროცესები. ჩვენ ახლა კარგად ვადევნებთ თვალს, როგორ უკეთებს მარკეტინგს საქართველოს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას. საქართველოში შენდება 2 არაბული ანკლავი, ერთი გონიოსთან, ერთი ეგრეთ წოდებული რატომაა ეს ინვესტიცია? ანუ ეგრეთ წოდებული პრემიერი. კი ბატონო. და ეს ამბავი, რომელიც ეხა მიმდინარეობს ამ ქვეყანაში და უდიდესი საფრთხეა ჩვენი აზრით და ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქის აზრით, ეს ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია საქართველოში, რადგან როდესაც ქვეყანა იყოფება ისეთ მდგომარეობაში, ისეთ დემოგრაფიულ მდგომარეობაში, როგორც დღეს საქართველოა, არა და არ შეიძლება შენდებოდეს ორ მთავარ ქალაქთან, ბათუმთან და თბილისთან, 2 არაბული დიდი ანკლავი, სადაც კარგად ვიცით, რომ რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ იქ რა თქმა უნდა უძრავი ქონება შეიძენონ. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ უცხოელებმა და უცხოელი ადამიანები ჩამოსახლდნენ საქართველოში. უცხოელები ახლა ჩამოსახლდნენ რას ნიშნავს? აი არაბული კომპანია რომ არის, აი ამის გამო რა ამას არ მნიშვნელობა არ აქვს. ინვესტიცია, ანუ ხაზგასმის დროს რითი თქმა გინდათ? ამას მნიშვნელობა არ აქვს, არაბული იქნება თუ გერმანული იქნება. როდესაც ქვეყანა იმყოფება ესეთ დემოგრაფიულ მდგომარეობაში, ესეთ კრიზისში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები იძულებით ტოვებენ საკუთარ ქვეყანას, იმიტომ რომ აქ არის ნეპოტიზმი, კორუფცია და უამრავი სხვა პრობლემა, რაც უქმნის ადამიანს ხელს რომ განვითარდეს ამ ქვეყანაში. შეუძლია ნებისმიერ უცხოელს იყიდოს ბინა ან კერძო სახლი და ანუ იმ მიწას იპყრობს, როგორ ხედავთ ამას? აქ პირველ რიგში კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩდება იმით, რომ ხელისუფლება მალავს ხელშეკრულებას, რომელსაც არასაჯაროებს და სულ აქცენტს აკეთებს სხვათა შორის თქვენი პარტიისთვის, ეს ვთქვათ, საკვანძო პარტიის ლიდერების, ეს ვთქვათ, ბიზნეს საქმიანობის პერიოდიდან
ანაკლიის ხელშეკრულებაზე, რომელიც იყო საიდუმლო პრემიერი მუდმივად ამას ხაზს უსვამს. ანაკლიის სპორტი რჩებოდა საქართველოს. ეს იყო მთავარი ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი ამ ხელშეკრულების. ანაკლიის სპორტი, როდესაც აშენდება და ის დარჩებოდა საქართველოს მოქალაქეებს. ხოლო აქ კი ჩვენ ვხედავთ, რომ უბრალოდ რაღაცა კომერციული ბიზნესში შედის სახელმწიფო, იღებს რისკს და ამ კომპანიას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, ბევრი პრობლემები აქვს. სხვადასხვა საქმეები, რომელიც აწარმოა. და ანუ მაშინ ხელშეკრულებაზე, პუნქტებზე, პრობლემებზე ილაპარაკეთ და არა რაღაც არაბიზაციის საფრთხეზე. ერთი საფრთხე ბევრია, ბევრი საფრთხე მომდინარეობს ამ ეგრეთ წოდებული ინვესტიციიდან. ეს არის ერთი ის, რომ როდესაც ქვეყანა არის ესეთ მდგომარეობაში, დემოკრატ საშიშია, მსგავსი ამბავის განხორციელება. მეორეა ისაა, რომ თუ რა ხელშეკრულებაა დადებული და ქართულ მიწას რას უპირებენ ეგრეთ წოდებული რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც მალავენ ამ ხელშეკრულებას და რა თქმა უნდა, ეს უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს თუ რა საქმესთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით ქართული ოცნების მიერ დადებულ ხელშეკრულებები როგორია და შემდეგ როგორ უბრუნდება უკან ეს ჩვენ სახელმწიფოს და ამის ბევრი მაგალითი არსებობდა უახლოეს მომავალში. ასევე ის მაგალითი არსებობს, რომ ასე საზოგადოებრივი აქტიურობის გამო რაღაც პროექტები უკან წავიდა და მილიონებს იხდის მერე სახელმწიფო ამ ჯარიმებს ამის გამო. ხო და მნიშვნელოვანია სახელმწიფომ და ხელისუფლებამ აწარმოოს სწორი კომუნიკაცია ადამიანებთან, მოქალაქეებთან, ადამიანებს ჰქონდეთ სწორი და ზუსტი წარმოდგენა თუ რა პროექტთან გვაქვს შეხება. და ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ და ეხაც ჩვენი პარტია აქტიურად მოუწოდებთ კობახიძეს და მის გუნდს, რომ გაასაჯაროოს ის ხელშეკრულება, რაც გააფორმეს ეგრეთ წოდებულ რაღაცა XS კომპანიასთან, რომელიც ორი ანკლავის დიდი აშენებას აპირებს თბილისთან და გომბისთან. პარლამენტში გამოგეყენებინათ ეს ტრიბუნა და მათ შორის შეგექმნათ დისკომფორტი კობახიძისთვის. სად შეხვდებით ახლა? მოსთხოვეთ წერილი გაუგზავნოთ. ჩვენ შევქმნით კომფორტი იმით, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს. დისკომფორტი. ხომ არის ახლა კიდე ერთი პარტია. კი ბატონო, არ მინდა ეს დიდი თემა წამოვიწყოთ. მადლობა ოთოს. დღეს დავასრულეთ ასე მუშაობა, ხვალ უკვე პოლიტიკურ ამბებში შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის.